ზურიკო არ არის ეს ძნელი მოსამზადებელი, იმიტომ ეს არის მოხარშული შედედებული ზგუშონი ეგრეთ წოდებული. გააფხდეთ ამონაჭერი გულებით, დაფხნილით. ყველაფერი საფოლორციკო შენ უნდა მეიქო. არა, მიჩო საფოლორციკო რატო პეჩენიას თუ გამოაწყობ, მე უიოლესი გასაკეთებელია. აბატო. მე მიყვარს ძალიან კრემი და ამიტომ ცოტა ბლომად უშვები. აბატონო, ახლა ნახე რამ ხელა ატამი გამო თან სხვადასხვა ზომაა გამომთხარი, არის პატარებით, დიდებით, საშუალო. რაყიდი პეჩენით არ შეიძლება რომ გამოაწყო? არ ვიცი, არასდროს არ გამიკეთებია. რატო უნდა იყიდო პეჩენი, როცა გამოაწყო 20 წუთში? აი შენ გიოლება ყველაფერს. აბა ნახე, ახლა მას ცოტა დიდი ყუნწი მოუძებნე და ლამაზი. შვენიერი ფოთოლი გუკეთოთ აგერ. კვიდოს ფოთოლი. კვიდოა ხო? ნახე რა ლამაზია. აი ეს არის ჩვეულებრივი არაჟნის ცომით მოზელილი პეჩენია. ნებისმიერი პეჩენიის ცომი შეიძლება გამოვიყენოთ. აი ესე. ნახე. პეჩენიას ქართულად რა ქვია? ორცხობილა. ორცხობილა? არა, ხარ სუხარია, მართალი ხარ. რა ქვია პეჩენიას? ახლა ნუ ჩამაგდებ შავ დღეში. თქვი მე ფიქრე რა ქვია. ვიცი და ახლა რუსულად ფიქრით არ შეიძლება, არამ თუ ლაპარი. არავის აპატიებენ. ზურიკო ბევრ ჭრი ახლა მაგდენი ყუნწი არ დავჭირდება ნახე რა. მე საფასავშევ და ფოთოლს მაინც დავჭირ. დედა ნახე აი ერთი მხარე ჩავდე. ნახე. რა კვასკვასინა გამოვიდა. ეს ორი ჩავდე. კვასკვასინა გამოვიდა და ხე შეხედე. აი ეხლა შენგევალება მაგისი ყუნწების გაკეთება. ჩემო საყვარელო ზურიკო. შეხედე? არ დასვლა მაითლა კარგად. არ დასვლა მთლიანად, ხო? მთლიანად უნდა ჩავყო, მე თითებს გაუფრთხილდი ახლა ვითომ, მაგრამ არ გამოვიდა და ჩარჯე. აჰა, არ არის ატამი? ნახე რა ლამაზია. კარგად ამოვავლოთ. ნახე. არ არის ატამი? აბა რა არის? კულინარიული შედევრი. ეს არის შედევრი, კი, ნამდვილი. ეს რაცა კოწყვები უნდა გუკეთო ახლა. კი, ახლა შენი ფანტაზიის ამბავია. ძალიან ლამაზებია რა. ეს და ლაურა დეიდა რომ გიკეთებდა რა ფერ ვიხარო და ცოტა უიმბაზობა კი აისე. ხო, არაფერი განსაკუთრებული არა, ჩვეულებრივი პეჩენია, მაგრამ აბა რა ვქნათ. აბა რა იზაღებდა 60 კაპიკი ბახულიასთან ჩემ ბავშვობაში. ამ ძვირი იყო თუ ია? ძვირია 60 კაპიკი ძვირი იყო. იმ დროისთვის, ახლა რა ღირს? თუ ვინმე მშობელი არ გვახდა, ისე ჩვენით ვერ ვიყიდით. ხერა ლამაზია. შვენიერი. ზურიკო, ყველაზე ძალიან უხდება, ყამაზე ძალიან ამას უხდება ჩაი. ჩაი უხდება. და შენ ხო გაქვს ჩაი შენი? აბა რა მაქვს, კაცო, მე ჩემი დედიას პლანტაცია არ მოვთხარე. ამ წლის მოსავალი გაქვს ჩაი? ამ წლისაც მაქვს და წინა წლისაც მაქვს და მოვალ წელსაც მექნება. ჩაი, ჩვენ ჩაი გვაქვს. რას ამბობ? და იქნება ეგ. ჩემი ბებიას ჩაი, დიდი არა, 1 ჰექტარია, მაგრამ ბავშვი რაც მაქვს, იმას ვაჭრობთ ყველას, ვაღრობთ და ბრეხთ და აქა ჩვენ კაფეში ჩვენი ჩაი გვაქვს. უი, აქ არის თქვენ ჩაი გავლე? ხო. მე არ ვიცოდი გამბავი. ლახათ ვარ იცოდი. ქვეყანა მიცის და შენ იზარიცო. აწი მეცოდინება. ქვეყანა მიცის მაი ამ დავიდაში. შენ იზარიცო. და დღეს რო გავსინჯო მე მაქვს ჩაის და ნახავ ერთი და და სხვათა შორის ამას როგორ უხდება იმასაც ნახე. ხო ახლა. ცირა პატარა რომ შეშლება ალბათ პრობლემაზე იქნება, ხო? რა თქმა უნდა. კი. წითელოყება ატმები. მოიტანე ყუნწი? აი ჭარხალიც და სტაფილოც რა ფერ საქმეშობა? ხო, კი ბატონო. მაშინი გულის ჭირი. ნამდვილად წარგავს დინო? ნამდვილად არ ჯობია, ნახე. რა გასინა გამოვიდა. კაია, მართლა, ჩემი ბავშვობა. ბახულიეს უნივერმაგი და 60 კაპიკიანი აწმები გამახსენდა. და ქორწილებში. ხო, დამცხრებთან როიდო, ეს არის. პირველი ამას დევიტაცებდით მაგნერს. იმიტომ რომ ჯიბლებში ეტეოდა აშკრიდა. ვისაც მეტი ხონდა ის იყო გავარჯვებული. ნახე რა მისი ლამაზი გამოვიდა. აუ ჩაი უგემრიელი. მე პატარასე ვიყეთ ერთი წლა პატარა გუნდი იყო.
მართლა რა კაია. აი გრუშონკა მე მიყვარს და. ზურაბ, ნახე, არა ჟინიანი სომი ხდება ძალიან ბილია. არ მაგდება და სასიამოვნოა. ჩაისთან უკეთესი რა უნდა ჭამოს კაცს. ზამთარში მით უმეტეს ფერი რომ აღარაა ზამთარში. რაღაც აცოცხლებს მაგიდა სხვანაირი ერთფერს აძლევს. მოი ახალწელს გავაკეთეთ ბევრი. გავაკეთეთ იორკასთან ბევრი დიდ მაგიდა და ჭრელები. უფრო წარმომიდგენია რა ლამაზი. ატმები. ყვიდო ხოა მაშინა. სხლები შეიძლება. კი ბატონო. სხლები კეთება შაქალამად. ძალიან ლამაზი გამოდის და გემრიელი.